გამარჯობათ, მინდა დაუბრუნდე პუტინისა და ტრამპის შეხვედრას ალიასკაზე და გაგახსენოთ ერთი მომენტი, როდესაც მან ხელი გაიშვირა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვზე და უთხრა, რომ ჩვენ თვალს გადევნებთ თქვენ მოღვაწეობას და დიდი მადლობა, რომ ყველაფერს აკეთებთ მშვიდობისთვისო. ანუ ეს რას ნიშნავს რეალურად? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვალს გადევნებთ და რამე არ შეგეშალოთ და მშვიდობა არ ჩაშალოთო რა. ასევე რადგანაც თქვი ლავროვზე, მინდა გითხრათ, რომ თვითონ ლავროვი გახლავთ თბილისელი სომეხის შვილი. მისი გვარი არის კალანტაროვი და ლავროვი გახლავთ რუსეთის ერთ-ერთი მთავრობის ლიდერი. იგი უკვე 20 წელია არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. კერძოდ, ჩემი აზრით, ის არის ფრანგული მთავრობის ლიდერი და შოიგუზე მე გითხარით, ვაგნერის აჯანყებაზე, რომ შოიგუ იყო ინგლისური მთავრობის ლიდერი, ისიც უკვე 30 წელია უმაღლეს თანამდებობებზეა, 18 წელი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი, დაუკვირდით, საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი, ეს ძალიან დიდი თანამდებობაა. არ ჩამოუვარდება არც შინაგან საქმეთა მინისტრს, არც თავდაცვის მინისტრს. 18 წელი იყო შოიგუ მინისტრი და შემდეგ უკვე 12 წელი იყო თავდაცვის მინისტრი. ზოგადად ასეთ შეხვედრების დროს და ზოგადად დიპლომატიაში არაფერი ისე არ ითქმის და ხუმრობით ერთ-ერთი დიპლომატის ჩანაწერები მაქვს წაკითხული, აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ გვარი. იგი ამბობს, რომ თქვენ შეიძლება შეხვედრაზე ძალიან ღიმილით და სიცილკისკისით გამოგიცხადონო ომიო. ან რაღაც სერიოზული აქციით დაგემუქრონ თქვენ ქვეყანას, პირადიც არსებობსო დამუქრება, მაგრამ ეს იშვიათი არის რაღაც პირადული. ძირითადად თქვენ მთავრობას, თქვენ ქვეყანას ღიმილით შეიძლება რომ ომი გამოგიცხადონ და ასე შემდეგ, ასე რომ შეხვედრებზე რაღაც ხუმრობები და რაღაც ასე თუ ისე ვითომნათქვამი სიტყვები არის ძალიან სერიოზული და ძალიან საყურადღებო. მაგალითად ახლა გამახსენდა როგორც ტრამპმა რო უთხრა ალიევს რამდენი ხანი ხარო პრეზიდენტიო და მან უპასუხა 22 წელიო და ოხშენ ისაო ბრძენი მართველი ყოფილხარო, ასე ვთქვათ. ანუ ტრამპმა მიანიშნა რომ 22 წელი რომ ხარ ეს სადაური დემოკრატია და ეხლა ამერიკასთან გინდა მეგობრობა პირველ დემოკრატიასთან მსოფლიოში და შენ 22 წელი მეფე ხარ, ამიტომ აქ რასაც მოაწერ ხელს, ამაზე აგებ პასუხს არა მარტო თანამდებობით, არამედ შენი თავითაც, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ტრამპს უნდა რომ შეზღუდოს თურქული გავლენა აზერბაიჯანზე. ანუ რატომ მიანიშნა? იმიტომ რომ ალიევს უთხრა რომ შენ ახლა ზედმეტი იმედებს ნუ დაამყარებ თურქეთზე, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მაინც და მაინც თურქეთი არ მოსწონს, სიმართლე გითხრათ. და ალიევს პირდაპირ უთხრეს, რომ ზედმეტ იმედებს თურქეთზე ნუ დაამყარებ და ნუ გაყოჩდები. ჩვენ მოგვისმინე და უთხრა კიდევაც, ხო, ორივეს. ფაშინიანსაც და ალიევსაც, თუ რამე პრობლემა იქმნება, არაფერს არ აკეთებთ, იღებთ ყურმელს და მირეკავთ მე. აი პირდაპირ ესე დავალება მისცა. წარმოიდგინეთ, პრობლემა შეიქმნა და ფაშინიანი მაკრონს ურეკავს, ანუ საფრანგეთში რეკავს და ალიევი რეკავს თურქეთში, ხო? ეს როგორი უხერხულობაა მინიმუმ. ამიტომ არაფერი ესე უბრალოდ არ ითქმის და არ ხდება. ანუ შოიგუს და ლავროვთან დაკავშირებით რა მინდა რომ გითხრათ და მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ხელშეუხებელი ხალხი. იმიტომ არიან ისინი ამდენი ხნის განმავლობაში თანამდებობაზე, იმიტომ რომ ისინი არიან პირდაპირი
წარმომადგენლები იმ ძალებისა, რომლებიც მოქმედებენ რუსეთში და რომლებსაც ყავს თავისი მთავრობები რუსეთში. რუსეთში მე გითხარით უკვე რომ არის რამოდენიმე მთავრობა. ასევე რუსეთიდან წავიდა ჩუბაისი, რომელიც ასევე ხელშეუხებელი ფიგურა იყო და არც თუ უცხო პუტინის ძალისთვის, ასე ვთქვათ, და ჩუბაისი დაახლოებით ისეთი როლის შესასრულებლად წავიდა რუსეთიდან, როგორც რუდოლფ ჰესი გადაფრინდა მაისში 1941 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში, ინგლისში. ამის თაობაზე მე კიდე გეტყვით ყველაფერს მოგიყვებით, რატომ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ამაზედაც მოგიყვებით აუცილებლად. უბრალოდ ეს მინდა რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ ნიუანსებს და მე გასწავლით ამ ნიუანსებზე ყურადღების მიქცევა და ამ სწორ ანალიზს, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რას უნდა დაუკავშიროთ და როგორი ანალიზი უნდა გააკეთოთ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.